ივანიშვილის რეჟიმის პატიმრების საქმეები სასამართლოში გრძელდება, საქმეების პოლიტიკურ მოტივზე ადვოკატები პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი გარემოებების გამოცნას მსჯელობენ. მაგალითად, რატომ დატოვეს 21 წლის მათე გედენიძე კვლავ პატიმრობაში, ან ანატოლი გიგაური, ამაზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. სხდომები კი ამ წუთებშიც გრძელდება, ამჯერად ადმინისტრაციული წესით წარმართულ საქმეებზე. სალმე ბოკუჩავა აშუქებს ამ პროცესებს, ის მოგვიყვება მეც სალმე გისმენთ. დიახ, ამ წუთებში მიმდინარეობს დავით გედენიძის საქმის განხილვა, ეს გახლავთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 4 დეკემბერს დავით გედენიძე დააკავეს ბროსეს ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ჩხრეკის დროს. დადგენილებაში დაკავების ოქმში წერია, რომ გედენიძე ხელს უშლიდა პოლიციელებს ჩხრეკის დროს და საგამოძიებო მოქმედებებში ცდილობდა ჩართულიყო. იგივეს იმეორებს ახლა პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც მოწმის სტატუსით იკითხება სხდომათა დარბაზში და ამბობს, რომ კონკრეტულად დავით გედენიძე ხელს უშლიდა გამომძიებლებს შესაბამისი მოქმედების შესასრულებლად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ტიტე გედენიძის ძმა დავითი ჩაგვეწერა სხდომის დაწყებამდე, მან აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია, ის ესწრებოდა უბრალოდ ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებას და მონაწილეობა ან რაიმე წინააღმდეგობა მისი მხრიდან არ ყოფილა სამართალდამცველების მიმართ. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ დავით გედენიძის ძმა ტიტე გედენიძე, რომელიც ასევე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დატოვეს საპატიმროში მოსამართლის გადაწყვეტილებით. ის 10 დღის განმავლობაში უნდა იყოს ციხეში. იგივე მოლოდინი აქვს ამ შემთხვევაში დავითის შემთხვევაში, რადგან ბოლო დროის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო პროცესებზე ფაქტობრივად არ ყოფილა პრაქტიკა, რომელიმე პირის გამოშვების ან დაჯარიმების უმრავლეს შემთხვევაში მათ პატიმრობაში ტოვებენ. თვლი რომ არაფერი არ დამიშავებია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძახია რომ ხელს უშლიდი ჩხრეკაში, სისულელეა. არ ფშობ ვიდექი. ანუ იმდენი პოლიცია იყო შიგნით, რომ უბრალოდ ფიზიკურად ხელს ვერ შეუშლით ვერც ერთი რა, იქ ყოფი 6 ადამიანი ერთდროულად. ბატონ დავითს ედავებიან, რომ თითქოს მან ჩხრეკის ჩატარების დროს, რომელიც ტარდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, წინამდებობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და ხელს უშლიდა ჩხრეკის ჩატარებაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საქმეზე დაიკითხა უკვე ერთი ოქმის შემდგენი პოლიციელი, რომელმაც ვერც ერთი ფაქტი ვერ დაადასტურა, სხვადასხვა ფაქტებს ეძახდა, რომ თითქოს უშლიდა ხელს, თუ ხელს უშლიდა ადამიანი ჩხრეკის ჩატარებაში 3 საათი რატო ყავდა დაკავებული, ამაზე პასუხი ვერ გაქვს და რატო არ მაშინ ვერ გამოიყენეს ჩხრეკის ჩატარების ოთახიდან, თუმცა მას ამაზე კონკრეტული პასუხები არ ჰქონდა. დღეს კიდე ერთი მოწვევა უნდა მოიყენოს. შენაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლება ჩვენ წარუდგენთ შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები, შესაბამისი წერილობით მტკიცებულები, რითაც დასტურდება, რომ დავით გედენიძეს არავითარი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ისე როგორც ათობით სხვა ახალგაზრდა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ახლა სწავლობდეს, მოგზაურობდეს, დროს ატარებდეს მეგობრებთან ერთად, სატუსაღოში ყავს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გამომწყეული, სრულიად უსამართლოდ, უკანონოდ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ასე უკანონოდ და უსამართლოდ უკვე იხდიან სასჯელს, მათ შორის დავით გედენიძის ძმა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ტიტე გედენიძე, რომელსაც ლელა მილდენბერგერმა, სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლემ შაკო მაღრაძესთან ერთად მიუსაჯა 10 დღიანი და 12 დღიანი პატიმრობა. ამიტომ უნდა ვნახოთ, დღეს მოსამართლე აირჩევს სანქცირებული, კორუმპირებული, უღირსი მოსამართლეების, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეების გზას, თუ ეყოფა სინდისი და გამბედაობა იმისთვის, რომ გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით იმჟელეს ლუკა მიშველაძის საქმეზეც მტკიცებულებების არარსებობის გამო ის მხოლოდ 500 ლარის დააჯარიმეს და 173 მუხლი მას მოსამართლემ საერთოდ მოუხსნა. ის დაკავებული იყო ზურა გირჩ-ჯაფარიძესთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთი აქციის შემდეგ კადრებში, სადაც ზურა ჯაფარიძის დაკავება ჩანს, ასევე ჩანს ლუკას დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას და არ ღებულობდა გზის გადაკეტვაში მონაწილეობას, ის მაინც იყო დაკავებული, თუმცა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
პირველ რიგში ის ასაც ეს სასამართლო იღებს არ არის სამართლიანი, შეუძლებელია მათი მონამოსამართლების გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამბობდა, რომ მე რაიმე დავაშავე, მაგრამ მოსამართლე მაინც დამდობრალი, მართალია ეს იყო 500 ლარიანი ჯარიმა, თუმცა უსაფუძვლო ჯარიმა იყოს. არანაირი მოწოდება არ იყო პოლიციის მხრიდან, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინათ და ირიაში პოლიცია ასკი იყო ჩვენთან ახლოს. საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩვენ სასაგებელოს დასრულდა, არ ვარ ციხეში. რაც ვისურვებ არის ის, რომ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მოსამართლეებმა დააკავეს და ემუქრებათ წლები არაფრის გამო მალე განთავისუფლდნენ. შეიძლება სახელდება ჩვეულებრივი მასკარადი, როგორც არის ხოლმე, იყვნენ პოლიციელები მოსული, რომლებიც საერთოდ ფიგურირებდნენ იქ. ანუ მათ ლუკ არ დაუკავებიათ და მოყვნენ ზღაპრები, მათ შორის ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები, როგორც ხდება ხოლმე. მაგალითად, მოყვა ერთ-ერთი ამტკიცებდა, რომ ჩვენ დაგვაკავეს და ჩაგვსეს ავტობუსში. როცა ავტობუსი საერთოდ არ იყო, ჩვენ საერთოდ სხვაგან დაგვაკავეს და ჩაგვსეს პრადოში. დაკავების ადგილად აცხადებდნენ თამარაშვილის 11 ნომერს, თუმცა ჩვენ დაგვაკავეს ქვემოთ, უკვე სადაც კორპუსები აღარ არის და ახალი გზა იწყება. შევუწყდა 173 მუხლი, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული ერთმანეთთან მიმართებაში, ძირითადად 173-ზე აპელირებას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციელები რომ მოუწოდეთო, ერთი პოლიციელი ამბობდა რომ მე მოუწოდე, მეორე იძახდა რომ ჩვენა საერთოდ არ მოუწოდებია და საპატრულო პოლიცია მოუწოდებდა. რაც შეეხება დაჯარიმებას, მოსამართლემ დაინახა მაინც ის ქმედება რომ იმ მომენტში ხდებოდა გზის გადაკვეთვა, რის გამოც მოხდა პირის დაჯარიმება 500 ლარი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია რომ აღნიშნულ მუხთან მიმართებაში უნდა შეწყვეტილიყო სასამართლოს მიერ და უნდა შეწყვეტილიყო როგორც 173, ისე 174 პრიმა მუხთან მიმართებაში. ამ წუთებში მოსამართლე კობა ჩაგუნავა უსმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეებს დავით გედენიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 4 დეკემბერს ბროსეზე დააკავეს.